ქალაქ ახალციხის ძველი ნაწილი, რომელიც რაბათის სახელით არის ცნობილი. შუა საუკუნეების ეს მრავალკულტურული კომპლექსი თავისი ციხე-კოშკებით დამთვალიერებელში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ბოლო პერიოდში კი განახლებული რაბათი განსაკუთრებით მრავალ ტურისტს მასპინძლობს. ესაც სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც დედაქალაქიდან ჩასული მოსახლეობა ტურისტული კომპლექსის ახლოს გაცნობას აპირებს, თუმცა ერთი განსხვავებით. აქ თითოეულს კიდევ ერთი სურვილი აქვს, ადგილობრივი ახალგაზრდების გაცნობა და მათთან დამეგობრება. მოკლედ ასე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი დღეს მათთან დამეგობრების პირველ ნაბიჯს დგამს. თბილისიდან ჩასულ სტუმრებს ახალციხეში ადგილობრივი ახალგაზრდობა ხვდება. ურთიერთობები თავიდან გაცნობით იწყება და შემდეგ რაბათის დათვალიერებით გრძელდება. ტურისტული კომპლექსის გაცნობის შემდეგ კი ყველა ერთად იკრიბება. პროექტი, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად მთლიანობაში, ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრებას ემსახურება. ღონისძიებების და პროექტების უმრავლესობა კეთდება ხოლმე ძირითადად თბილისში და ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რეგიონები გაგონვითარებინა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაგვერთო ახალგაზრდულ და სტუდენტურ ცხოვრებაში. ჩვენ არც ერთი ბარიერი არ შეგვიძლია სტუდენტებისთვის თავდაპირველად ნებაყოფლობით იყო შერჩევა და უბრალოდ ვინც პირველად გამოხატა სურვილი მონაწილეობა მიიღო ველოტურში, ჩვენ ავარჩიეთ ისინი. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ახალი ხალხი გავიცანი და ეს პროექტი ემსახურება საერთოდ ამ სხვა რეგიონებში მყოფი სპორტის მოყვარული ხალხის ერთმანეთთან რეინტეგრაციას და რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას საქართველოს ყველა რეგიონებში. 4 უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტი დღეს აპირებს ქალაქის მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით სპორტული ღონისძიება ველოტური მოაწყოს. შესაბამისი მაისურების სლოგანით ჯანსაღი ახალგაზრდები საქართველოს მომავლისთვის მორგების შემდეგ ახალციხის სპორტული სკოლა მათ ველოსიპედებს ურიგებს. ველოტური რაბათიდან დაიწყო და ქალაქის გავლით მონაწილეები საფარის მიმართულებით წავიდნენ. ეს მარშრუტი ავირჩიეთ, არც თუ ისე მარტივი მარშრუტია გამომდინარე რელიეფიდან. თუ როგორი გზაა საფარის მონასტრისკენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დავძლევთ ყველაფერს და რისთვისაც ჩამოვედით იმ სიამოვნებას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ. კიდევ ერთხელ არის ჯანსაღი ცხოვრების ასე ვთქვათ რეგლამიზაცია. მე უერთდები ამ საკითხს, ამიტომაც ჩავერთი ამ პროექტში. წარმოვადგენ მე სამცხე-ჯავახეთის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას და ყველანაირად მივესალმები ჯანსაღ ცხოვრებას და მინდა საქართველოში უფრო კარგად გავრცელდეს ეს, რადგან ძალიან საინტერესო თემაა და ყველა სოფლიოს ეცაჭიროება ჯანსაღი თაობა. მე გახლავარ ჩავეძმის უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორც კი გავიგე ამ პროექტის შესახებ, მივიღე მონაწილეობა თავისთავად, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია და ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით სპეციალურად მათი უსაფრთხოებისთვის საპატრულო ეკიპაჟი ზრუნავს. ველოსიპედით გასეირნება არც ისე ათვილი აღმოჩნდა, თუმცა თითოეული ცდილობს მეგობრებს არ ჩამორჩეს. მონაწილეებს შორის მცირე ნაწილს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული სპორტსმენს სტოლს არ უდებს. ველურბოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. თავგადასავლებისა და მხიარული განწყობის შემდეგ ყველა ისევ დათქმულ ადგილას შეიკრიბა. შთაბეჭდილებების გაზიარებისა და დღის შეჯამების შემდეგ ზრუნვა პროექტის მესამე და დასკვნით ნაწილზე იწყება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტმა, რომელიც ახალგაზრდების გაცნობას და მათ დამეგობრებას ისახავს, მიზნად გაამართლა. ღონისძიებაში უმეტესობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტობა იღებდა. რეგიონის კულტურისა და წესჩვეულებების გაცნობა კი პროექტის ერთ-ერთი ნაწილია და ის სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო, სახალისო დღე გამოვიდა დღეს, ანუ ეს ველოტური და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ანუ ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო თბილისსა და რეგიონებს შორის, ანუ სტუდენტების ურთიერთობას და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ტრადიციასავით
გახდება და თბილისიდან ჩასული სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებს ეწოვიან და თუ ველუტური არა სხვა შემესამის და საგანმანათლებლო ღონისძიებებს შემოგთავაზებენ. ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ ანუ იმას ვერტყი, რომ მაინც ბიჭი უნდა იყოს და გოგოს არ შეუძლია. გოგომა ძალიან კარგად შეუძლიათ და ამიტომ არაფერია შეუძლებელი გოგოსთვისაც. ღონისძიებაში სამცხე ჯავახეთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობისა და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ასევე თბილისის სასულიერო სემინარია აკადემია მონაწილეობდა. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.